დღევანდელი სტუმარია თბილისის დინამოს ცენტრალური მცველი კლუბის ერთ-ერთი უდაო ლიდერი ნომერი 23 გიორგი რეფრეშვილი, რომელსაც ახლა გავისაუბრებთ. გამონახე ჩვენთან სასაუბროდ და პირველად დავიწყოთ იმით, როგორ გაიხსნა ფეხბურთელი და განვითარი დინამოში და რა არის შენთვის თბილისის დინამო და ისე როგორც თამაში. ფეხბურთელი პატარა ვიყავი, 8 წლის ვიყავი, თამაში რო დავიწყე, რუსთავის გუნდში თამაშობდი, მიხსენებთ რუსთაველი ვარ და პატარებში თამაშობდი. შემდეგ სულახველიძესთან ვიყავი აქ თბილისში, დიღომში გადმოვედი. 18 წლის ვიყავი რა. აქ თამაშობდი, მე გადავედი რუსთავში დავუბრუნდი ისევ. უმაღლეს ლიგაში მოვხვდი. მე ვითამაშე რამოდენიმე წელი და მე შემდეგ რავი დამინახა დინამო, ესე ვთქვათ. გადმოვედი დინამოში და ეხლა ჩემთვის დინამო სახელი. ყველაფერი რა. დინამო გუნდზე მეტია. ჩემთვის. Aldena თული ამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენ დღეს ამდენად მნიშვნელოვანი ხარ შენ დღეს თბილისის დინამოსთვის როგორც ფეხბურთელი და როგორც ცენტრალური მცველი. არ ვიცი ეს ხა ჩემი აზრით ხა ამაზე მე რო ვილაპარაკო ცოტა ისეთი თემა ამაზე ალბათ ნელა უნდა ილაპარაკოს. მაგრამ მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ ჩვენ თლიანად გუნდა კოლექტივად დინამო წარმატებას მივაღწიოთ და ავიღოთ. ზოგადად რა აზრის ხარ საქართველოს ჩემპიონატზე და თუ გაქვს სურვილი რომელიმე წყოგანში ან თუნდაც არაგანში წახვალ თანამშრომლად ისე თუ გაგაჩნია ან შემოთავაზება თუა შემოთავაზებები ჯერ არ არის კონტრაქტი დინამოში და რავი ჯერ არაფერი შემოთავაზება არ არის საქართველოს ჩემპიონატი რთული ჩემპიონატია მოგეხსენებათ უჭირს ხალხს აი ლეგიონებს უჭირს თამაში და რავი, კარგია რა. წინა წელს რაღაც ჩავივარდა ჩემპიონატი დინამოს და მოვაწეს რა მოვაწეს. ხა შეიძლება დინამოს დღეს ახალი მწვრთნელი ყავს მშენებლები და შენი აზრით რამდენად მოიგებინ ტაქტიკას და მონახას რომელიც მწვრთნელმა ახლა ხა რამოდენიმე ტესტ მატჩი იყო და ვითამაშე და არ ვიცი, ალბათ ოფიციალურ თამაში გადაწყდება, როგორ მოვიდები და თვითონ როგორი თვალი შემომხედავს. მანამდე არაფერს თამაშობდი. ჩვეულებრივად მზადება მიდის, ყველაფერი კარგია. აზრობდი, ზოგადად კლუბის ინფრასტრუქტურაზე ბაზების თანამდებობები. ნუ რა ვიცი, ესეთი ბაზა ალბათ საქართველოში არსებობს ფულს არ არის. ფუფუნებაში ვართ მართლა რა დინამოელები და რა ყველაფერია იმისთვის რომ ფეხბურთი ვითამაშოთ და გავაკეთოთ ყველაფერს. რა იმ შემადგენლობაში ის რაც არის თუნდაც დაცვის ხაზში ამდენად კომფორტულად გრძნობა თავისი ფეხბურთელებთან თითქმის შენარჩუნებულია დაცვის ხაზი მე მგონი შენარჩუნებულია უნებიც იყვნენ 1-2 და და წინა წესაც ძალიან კომფორტულად ვიყავი და ისეთი ბიჭები არიან რომ მე მგონი არ უნდა გაგვიჭიროს რა წეს ახლა რომელ პოზიციის გაძლიერებას თუ საჭიროა თეორია შემოგვიყვანოს არ ვიცი ეს ყველა უნდა ითქვას მე გავდივარ თამაში აგი მოდი ცოტა ეს პირად ცხოვრებაზეც ვისაუბროთ ბევრ არის და ბევრ საინტერესებს უშუალოდ გიგვარს შენ პირადი ცხოვრება რითი ატარი თავისუფალ დროს თავისუფალ დროს ძირითადად ოჯახთან ერთად ყავს მეუღლე შვილი ყავს ძველი ნახევრის და მათთან ერთად ვარ თავისუფალ დროს უშუალოდ გიგვარს რაიცი საინტერესებდა რომელია შენი გამორჩეული საყვარელი გუნდი ან თბილისის დინამოს გარდა თბილისის დინამოს გარდა აი ძალიან მომწონს რა ალბათ არავინ არ არის ისეთი ვისაც არ მომწონს ბარსელონას თამაში თუნდაც საერთოდ ესპანური ფეხბურთი რაღაც ისეთია გულშემატკივარი ვარ ესპანური ფეხბურთის როგორც ფეხბურთელი საუკეთესო ფეხბურთელი რა ბევრი მყავს რა თუნდაც ბარსელონაში ნუ ეხლა ერთ-ერთი გამორჩეული მესია აი როგორც ეხლა მცველი მაინც უიოლი მომწონს ბარსელონაში
რა, ან უიღებია ის ეტალონი, რომელსაც გვაძა. ხო, რა ვიცი. სტილო. ხო, ჩემპიონატს დაუბრუნდი და აი მომავალ სეზონი საკმაოდ რთული გვიწევს ხო და რას ფიქრობ, რამდენად შეგვიძლია. გაძლიერდა, ყველა გუნდი გაძლიერდა, ეხლა არა მარტო ჩვენ ძლიერდები, თუნდაც ის გორი, ბევრი ფეხბურთელი დაიმატა, ზესტაფონის კარგ ფორმაშია, რუსთავიჩი გადალახა. ქუთაისიც ძალიან ძლიერი გუნდია, კიდე გადმოვიდნენ გუნდები რა. ძლიერდებიან და რა ვიცი, მე მგონი რთული ჩემპიონატი იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი არის ჩემპიონობა, სხვა არა. და ბოლოს დასასრულს 1-2 ციტყვით გლადიატორები სამი ამით უგარდია ხო. გლადიატორები რა ვიცი, ჩემი აი ჩვენი მართლა მე-12 მოთამაშეები არიან ამასეც ყველგან დავყვებით და რა ვიცი, დიდი მადლობა გლადიატორებს ესე რომ გიყვაროთ და ჩვენს რა გიფასებთ ამ სიყვარულს და გვერდში დღეს. დიდი მადლობა გიო. გაიხარა. საუბრისთვის ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო თბილისის დინამოს ცენტრალური მცველი გიორგი რექვიაშვილი, ნომერი 23. დარჩი ჩვენთან ერთად და უგულშემატკივრეთ დინამოს. ალბათ.